ყანაჭყები აქვს პირდაპირ ჩართვით. მოგესალმებით ლუკა. მადლობა ჩართვისთვის. გამარჯობა. ლუკა, მადლობა. მე-20 დღე არის უკვე პროტესტის, უწყვეტი პროტესტის და ყოველდღიურად ნაკადი და საპროტესტო მუხტი იზრდება. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე და გამოხატავენ საკუთარ პროტესტს. რატომ გადაწყვიტეთ დღეს რომ სტუმრომასპინძლობის მარში გაგეკეთებინათ და როგორია თქვენი გეგმა? ეცეთ არის ჩვენმა ინდუსტრიამ რაღაცა კრიტიკულ ზღვარს აღწევს უკვე ყოველდღე, ანუ ეს არის ფაქტიურად ჩამოშლის პირას არის სრულიად და თან ამდენი წელი ქართული კულინარიის და მომსახურების კულტურის შენების მერე ძალიან ცუდი გეზი ავიღეთ ჩვენთვის, ზოგადად იმიტომ რომ ანუ ქართული კულინარია თავიდან მომზადე იყო იმის რომ გახდა გლობალური ექსპორტი ევროპისთვის და დანარჩენი სამყაროსთვის და ეს გზები ნელ-ნელა გვეპეტება. თან ამასთან ერთად უფრო მნიშვნელოვანი რაც არის სრული სოლიდარობა იმ ადამიანების, რომლებიც არიან რეჟიმის პატიმრობაში, იმიტომ რომ ანუ იქამდე სანამ ყველა ადამიანი, ვინც უსამართლოდ დაპატიმრებული არის, სახლში არ შეხვდება ახალ წელს, არ ჩვენ შევხვდებით ახალ წელს, არავის არ გვეხალწება, არავის არ გვეხალისება ეს ყველაფერი და რეალურად ეგ არის ორი მიზეზი აქ შეკრების, რომ გადარჩენა ინდუსტრიის და გადარჩენა ქვეყნის და გადარჩენა და დახმარება და სოლიდარობა იმ ხალხს, ვინც პატიმრობაში არის. ლუკა, თქვენ გარდა იმისა, რომ ამ სფეროს წარმომადგენლები ხართ, ასევე ბიზნეს სფეროს წარმომადგენლებიც ხართ, მან შეკრებილი, იმიტომ რომ ეს ბიზნესი არის და ვიცით რომ ძალიან ძიმედ დააწვა არსებული ვითარება ბიზნესს. ვიცით ასევე რომ ალტერნატიული პლატფორმა კეთება, სადაც 450-ზე მეტ ბიზნესს აქვს ხელი მოწერილი და ეს სია ყოველ საათში იზრდება და ძალიან მიხარია რომ ეს ასე ხდება. მე მაინტერესებს აი არიან კიდე ბიზნესები დარჩენილი, მათ შორის დიდი მსხვილი ბიზნესები, რომლებიც ჯერ კიდევ არ უერთდებიან ამ საპროტესტო ტალღას. რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის ხმა ამ პროცესში, იმიტომ რომ გარკვეულწილად ხელისუფლების ერთ-ერთი საყრდენი არის ბიზნეს სფერო, იმიტომ რომ ძალიან ბევრი დასაქმებული ადამიანი არის აქ და გარკვეულწილად დგას ხელისუფლების რაღაც ნაწილი ამ ბიზნესზე. რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესმა ხმა მოიღოს და პროტესტი იყოს სოლიდარული. ეს არის გარდაუვალი არის, იცით რა არის? გარდაუვალია, იმიტომ რომ ეს ეკონომიკური წნეხი დააწובה ყველას. ბიზნეს ანუ არა, ანუ ხალხი მაინდა-მაინც ვერ დისკრიმინირებს მასში, სფეროში, ყველა თუ ზარალობს რაღაც ჯგუფი ზარალობს ყველა აბსოლუტურად. ამიტომ ის ბიზნესები, რომლებიც ახლა ხარს არ უჭერენ ამ ინიციატივას, უბრალოდ თავისივე თავს ავნებენ პირველ რიგში და მე მგონია რომ დრო რო გავა და კრიტიკულ მასას მიაღწევს, ისინი იძულებულები იქნებიან რომ რაღაც ხმა მოიღონ, იმიტომ რომ უბრალოდ ის ყველა ნიშანი ჩამოშლის უკვე არსებობს და უბრალოდ როის ამბავი არის მგონია რა. მალევე ანუ ხარდაჭერი ბიზნესის რომელიც ის ბიზნესი რომელიც ხარს უჭერს სახელმწიფოს, ის ბიზნესი ადრე თუ გვიან ეხა უკვე ზარალობს ამყობით, მაგრამ უარესტი ზარალებს. ლუკა, ერთი კითხვაც მექნება საბოლოოდ. მე მაინტერესებს შენ როგორ ხედავ მოვლენების განვითარებას. მესმის რომ ძალიან რთულია რაღაცა პროგნოზების გაკეთება და სპეკულირება იქნება, მაგრამ როგორ ხედავ მოვლენების განვითარებას, იმიტომ რომ ხედავთ რომ გარკვეულწილად ყინული დაძრულია, ბზარი გაჩნდა სისტემაში და რა არის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი რომ საზოგადოებამ და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა გააკეთონ. ის ფაქტი რომ უბრალოდ ჩვენ ახლა რესტორნები ვართ ძირითადად საშუალო ბიზნესის და მცირე ბიზნესის წარმომადგენლები ვართ ძირითადად, ხო? ის ფაქტი რომ ბევრი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი უკვე შეუერთდა ამ პროტესტს, უკვე ძალიან დიდი ნიშანი არის, რომ ბოლი გაზდის თქო ამ პროცესს უკვე რა და ხანძარით ჩდება ნელა და ანუ ჩემი შეხედულება ისეა რომ ამ სიტუაციაში ან ჩავიწვევით ყველა ერთად მთავრობასთან ერთად, ან კიდე მთავრობა დათმობს და ხალხს ეცდება რომ ხალხი მაინც გადარჩეს რა. აი ეგ არის რა, აქ არის ან მათი ჩაძირვა ჩვენთან ერთად, ან მხოლოდ მათი ეს თქვა გზის შეცვლა და დათმობა ესე თქვა რა. სხვა ვარიანტი არ არსებობს. კი. ძალიან დიდი მადლობა ლუკა, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენ.